კულტურა მწერალთა სახლი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თანამედროვე ფრანგი ფოტოგრაფის ნამუშევრებს უმასპინძლებს. ცხოვრება გადასახლებაში, ასე ჰქვია კლაუდის სლუბანის პროექტს, რომელიც ვიქტორ ჰიუგოს სახლში გადაღებულ სურათებს მოიცავს. საუბარია იმ ადგილზე, სადაც მწერალმა გადასახლებაში ყოფნის 15 წელი გაატარა. კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით მიმდინარე გამოფენა 16 მაისამდე გაგრძელდება. ცხოვრება გადასახლებაში, ასე უწოდა ნამუშევრების ახალ ციკლს სახელგანთქმულმა ფრანგმა ფოტოგრაფმა კლაუდის სლუბანმა. პროექტზე ხელოვანმა დიდ ბრიტანეთში იმუშავა და ფირზე ფრანგი კლასიკოსის ვიქტორ ჰიუგოს სახლი აღბეჭდა, სადაც მწერალმა გადასახლების 15 წელიწადი გაატარა. სწორედ გენოზეში მდებარე შუშის სახლში შეიქმნა არაერთი ლიტერატურული შედევრი. კლასიკოსების სახლ-მუზეუმში მუშაობა ძალიან მიყვარს. წლების წინ ანა ახმეტოვასა და ანტონ ჩეხოვის სახლები გადავიღე. ჩემი ახალი პროექტი ვიქტორ ჰიუგოს მიერ გადასახლებაში გატარებულ წლებს აცოცხლებს. გენოზეში მის სახლში შესვლისთანავე ვიგრძენი სიმძიმე, რომელსაც მწერალი განიცდიდა. ფოტოებზე სწორედ ეს ჩანს. გზა სიბნელიდან სინათლემდე. ფოტოპროექტი თანამედროვე ფოტოგრაფიის ერთ-ერთმა გამორჩეულმა წარმომადგენელმა 2013 წელს მოამზადა, რის შემდეგაც კოლექცია ჯერ არლის ფესტივალზე გამოიფინა. შემდეგ კი პარიზში ვიქტორ ჰიუგოს მუზეუმში იყო წარმოდგენილი. კლაუდის ნამუშევრები ბევრი ახალგაზრდა ფრანგი ფოტოგრაფისტვის მაგალითი და ინსპირაციაა. ემასწლებია ვიცნობ და აქტოვანებული ვარ იმ ხელწერით, რომელიც სხვას არავის აქვს. ძლიერი ტექნიკა და განსაკუთრებული სიღრმე. კლაუდის სლუბანის სავიზიტო ბარათია. საქართველოში კლაუდის სლუბანმა საკუთარი ნამუშევრები თბილისის ფოტოფესტივალის ფარგლებში ჩამოიტანა. ექსპოზიციის მასპინძელი მწერალთა სახლი იქნება. გამოფენა 3 სხვადასხვა დარბაზს გააერთიანებს. ეს არის ძალიან დახვეწილი, ძალიან მაღალი ხარისხის ფოტოგრაფია, როგორცაც თბილისში არც თუ ისე ხშირად ხედავთ ხოლმე, ძალიან ბედნიერები ვართ, რომ შეგვიძლია ვანახოთ ჩვენ პუბლიკას, მივცეთ შესაძლებლობა დატკბენ და თვალის შეაჩიონ ისეთ დახვეწილ გამოსახულებას, როგორც დღეს დახვდებათ ამ გამოფენის სტუმრობისას. კლაუდის სლუბანი ქართველი ფოტოგრაფებისთვის საჯარო ლექციასაც ჩაატარებს და მათ სხვადასხვა წლებში შექმნილი ნამუშევრების სლაიდებს უჩვენებს. გამოფენა სახელწოდებით ცხოვრება გადასახლებაში მწერალთა სახლში 16 მაისამდე დარჩება.